პრეზიდენტ ტრამპის კიდევ ერთი ინიციატივა ამჯერად უკვე კრიპტო და ფინანსური ბაზრების მიმართულებით. უფრო კონკრეტულად კი ამერიკელ პენსიონერებს საშუალება ექნებათ საკუთარი დანაზოგები კრიპტოაქტივებსა და სხვადასხვა მაღალ რისკიან აქტივებში განათავსონ. რას შეცვლის ეს კრიპტო ბაზრებისა და ზოგადად საფინანსო ბაზრების მიმართულებით. თემაზე სასაუბროთ პირდაპირ ეთერში რატი ქირია ტრეიდერების ჰაბის დამფუძნებელი. გვიერთდება რატი ძალიან დიდი მადლობა თქვენი დროისთვის. ალბათ უნდა დავიწყოთ აი ამ ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და უახლესი ცვლილებით, რომლის მიხედვითაც ამერიკელ პენსიონერებს საშუალება ექნებათ თავიანთი დანაზოგები განათავსონ კრიპტოაქტივებში. პირველ რიგში რას ნიშნავს ეს კრიპტო ბირჟებისთვის, რა რეაქცია გამოიწვია ამ ყველაფერმა კრიპტო ბაზრების მიმართულებით და რაც მთავარი არის მზაობა როგორი არის ამ ეტაპზე ამერიკაში ამ ნაწილში. ხო, ძალიან საინტერესო თემა არის. იქიდან გამომდინარე, რომ დავიწყოთ, რომ სანამ ეს მოხდებოდა თუნდაც საპენსიო თემაში, მანამდე უძღოდა ის 7-8 აგვისტოს შეთანხმება, რაც არის დებანკინგის სისტემა. რაღაცად დაალაგებულად მიყვა რეალურად ტრამპის ადმინისტრაცია, რომ ჯერ ეგრეთ წოდებული ბულინგი კრიპტო მიმართულებით ჩაიხსნა კანონმდებლობის ფარგლებში, რომ ვერ მოახერხებს ერთერთი ბანკი, რომ ეს გააქარწყოს ვინმე შეუჩეროს და ახლა უკვე ოფიციალურად უკვე ამერიკელებს შეეძლებათ, რომ კრიპტოვალუტები მათ შორის საპენსიო ფონდის ნაწილში ჩართონ, როგორც არის ბიტკოინი, ეთერიუმი და სხვა კრიპტოვალუტები. ეს ბაზარი საკმაოდ დიდი არის, იმიტომ რომ ჯამში 20 ტრილიონზე მეტი არის ამ ფონდის თლიანი მოცულობები ამერიკაში. ანუ ასტრონომიული რისკია. კი, აუცილებლად დიახ და ნახეთ თან როგორ არის, რომ რეალურად კრიპტო ბაზრის თლიანი მოცულობა ამ ეტაპზე ჯამში არ ცდება 4 ტრილიონს. ანუ გამოდის რომ და აქედან რა თქმა უნდა მთავარი დომინანტი ნაწილი ბიტკოინს ემდის დაახლოებით 3 ტრილიონს უკვე 10 და უკვე დიდი ხანია. მაგრამ მთელი ნაწილი არის ის რომ როგორც კი მოხდება უკვე და ამის ახსულების ნაწილი დაიწყება და უკვე შეეძლებათ უკვე აქტიურ ფაზაში ამის გამოყენება, რა თქმა უნდა ველოდებით რომ კრიპტოვალუტებში გაცილებით მეტი თანხა წამოვა, ანუ საინვესტიციო ნაწილში, იმიტომ რომ ეს არის გრძელვადიანი აქტივის მართვის ნაწილი არის და კი შეიძლება ვიღაცამ თქვას რომ ეს მაღალ რისკიანია, მაგრამ არა, როცა მსოფლიო გაციფრულების პროცესში არის, ეს უკვე რისკიანობა კლებულობს ამ პროცესში და რეალურად ყველა ჩართული იქნება. ეს არის ძალიან კარგი გზა პირველ რიგში რომ განსაკუთრებით აი ახალგაზრდებისთვის რომ მომავალში გქონდეთ არა ისეთი ფიატ ვალუტა როგორც არის ქაღალდის ფული, არამედ გქონდეთ ციფრული ვალუტები, რომლისკინაც ამერიკა მოუწოდებს თელს ოფიოს რომ ნენელა უფრო ავჩქარდეთ. რატი ძალიან საინტერესო პარალელები გაავლეთ და ამ ნაწილში მინდა გკითხოთ. ეს გადაწყვეტილება რეალურად შეიძლება შეფასდეს როგორც მომავლისთვის მიღებული გადაწყვეტილება, თუ მაგალითად იგივე აქტივების მართვის კომპანიების მეშვეობით, სხვადასხვა ასე ვთქვათ კონსულტანტების მეშვეობით შესაძლებელია რომ ამერიკელი პენსიონერების ნაწილს გარკვეულ პერიოდშიც ამ ეტაპზეც გაუჩნდეთ გარკვეული ნდობა კრიპტოვალუტების მიმართ და ასე ვთქვათ, უახლოეს პერიოდში დაიწყოს ინვესტირება ამ ნაწილში. თუ ეს აპრიორში მოიაზრება როგორც მომავლის ინვესტიცია. ავტომატურად ყველაფერი ერთ ნაწილში მიდის, იმიტომ რომ როცა ვამბობთ, რომ ფორმალური უწყებები და ოფიციალური უწყებები, როგორც არის, როგორც ბანკი და თუნდაც ეროვნული ბანკი და შემდგომ უკვე ამ ყველაფრის მიმართ უკვე არა გეგმავენ, არამედ უკვე გამორცეს აქტი და უკვე ეს მეორე უმნიშვნელოვანესი აქტი არის ამერიკაში და ჩვენთვის სოფლიოსთვის საერთო ჯამში. აქ უკვე აღარ გვაქვს საუბარი იმაზე, რომ მოხდება თუ არა. ეს ავტომატურად ნიშნავს, რომ იმ საპენსიო ფონდებს, რომელსაც კერძო საპენსიო ფონდები არსებობენ, თუ შენ არ გააკეთებ, მე უკვე მაქვს ამის უფლება, რომ ჩემს კლიენტს შევთავაზო მსგავსი ტიპის პორტფოლიო. ამიტომ ნდობა რა თქმა უნდა უფრო გაიზრდება, იმიტომ რომ ყველა ხვდება თუ ოდნავ მაინც ვინმე ერკვევა ბლოკჩეინ სისტემაში და გაერკვევა კარგად, ვხვდებიან, რომ ცენტრალიზირებულ პლატფორმის სისტემებზე უფრო მეტად დაცული სისტემა არის, დეცენტრალიზებული სისტემა ბლოკჩეინი, ვიდრე ის რომ მაგალითად ვინმე შეუძლია თქვენი თუნდაც რაცა ბანკი, ოფიციალურად ბანკი, ვიზუალურად ბანკი, ან თუნდაც გაძარცვონ, ან რაცა მოხდეს სერიოზული ინფლაცია და ფული უბრალოდ გაუფასურდეს. ანუ მსგავსი პრობლემები ციფრულ ვალუტაში უფრო ნაკლებად იქნება მომავალში, იმიტომ რომ თუ მთელი სოფლიო იქნება ჩართული უკვე აი ამ კრიპტოვალუტებში და უკვე ციფრული დოლარი და სხვა ვალუტებიც რა თქმა უნდა უკვე ჩდება და გაჩნდა. ავტომატურად ჩვენ უფრო ძლიერი სისტემები გვექნება და აღარ მოგვიწევს
არსებული თუ გამქრალი ფიზიკური ვალუტის კიდევ დაბეჭდა, იმიტომ რომ ეს რადგან ფული უკან არ ბრუნდება ბანკში, ამიტომ უწევს ეროვნულ ბანკს რომ კიდევ დაბეჭდოს, ხო? იმიტომ რომ ეს ციფრული ვალუტის პრობლემა შეიძლება არ გვექნება, იმიტომ რომ იქ რაღაც კონკრეტული რაოდენობა გამოშვებული და ამ კონკრეტულ რაოდენობას ანუ ფოკუსირდება 21 მილიონი ცალი ბიტკოინი, ან იმას ვეღარ დაემატება ბიტკოინი. ანუ კიდევ უფრო ძლიერი ვალუტა იქნება ვიდრე ნებისმიერი ვალუტა. იმას რომ მისი ასე ვთქვათ ღირებულების, ასე ვთქვათ, უხეშად რომ ვთქვათ კლასიკურად მისი გაუფასურების ალბათობა არ არსებობს. პირიქით ყოველდღიურად მოსახლეობის რაოდენობა იზრდება, ყველას უნდა მინიმუმ რაღაცა 0.00 ნაწილი ბიტკოინი ქონდეს, იმიტომ რომ იმ 21 მილიონიდან დაახლოებით 30%-მდე ისედაც განადგურებულია უბრალოდ არასწორი ტრანზაქციებით, დაკარგული საფულები და ის 21 მილიონი მონეტა რაც არის ზოგადად ჯამში, მაგიტომ ამბობთ რომ ეს კრიპტოვალუტა მომავალში არა ძალიან შორს, უახლოეს თუნდაც 10 წელიწადში შეიძლება მილიონი და მეტის გახდეს, იმიტომ რომ მასიური მოთხოვნა გაჩნდება. ამიტომ ის $100 ინვესტიცია შეიძლება თუნდაც 10 წელიწადში დაგინოს როგორც $10,000 ინვესტიცია. ამიტომ არის რომ მნიშვნელოვანი არის ამ კრიპტოსამყაროს სწორი მიღება და არა შიში რომ ვაიმე ეს მაღალ რისკიანია და მოდი ამ ადამიანს ანგარიში გავუყინოთ, იმიტომ რომ ჩართულია კრიპტოვალუტაში და აქტივობებში. ეს ხშირია საქართველოში ეს პრობლემა მაგალითად. რატი 128,000 მიაღწია, უკაცრავად $123,000 მიაღწია ბიტკოინის ღირებულებამ. გარკვეულწილად შეიძლება ვიფიქროთ, რომ ეს არის იმ გადაწყვეტილების ეფექტი, რომელსაც ჩვენ დასაწყისში ვისაუბრეთ და თუ არის ამის ეფექტი, ძალიან საინტერესოა განგრძობადობის თვალსაზრისით, რა პერიოდზე შეიძლება გაგრძელდეს კრიპტობირჟებზე აი ეს ეფექტი. კი, ნამდვილად ეს ეფექტი არის ის, რომ კანონები შეიქმნა, მაგრამ ზოგადად ვამბობთ ხოლმე, რომ აგვისტო მაინც იდეალური პერიოდი არ არის, რომ აი ბულ რანს ვეძახიან, რომ ფასები გაიზარდოს, მაგრამ რადგან ასეთი ისტორიული რეკორდული მაჩვენებელი უკვე დაფიქსირდა აგვისტოს პერიოდში, ხო, ეს გვენიშნავს, რომ პრაქტიკულად შეიძლება ეს ნეგატიური პერიოდებიც უფრო შემცირდეს და ამ ახალმა კანონმდებლობებმა და ამ აჩქარებულმა სისტემამ კიდევ უფრო დიდი შედეგი მოგცეს უახლოეს თვეებში, იმიტომ რომ მაგალითად დაახლოებით შემოდგომისკენ უფრო ველოდებით რაღაც უფრო ძლიერი იმპულსურ მოძრაობას, როცა უკვე სექტემბრიდან აქტიურად ჩაერთობა ყველა კომპანია და კორპორაცია უკვე კრიპტოს თუნდაც აი სისტემურად გამართოს რომ მიიღოს კომპანიებში. ამიტომ დიახ, $123,000 ჯერ მხოლოდ დასაწყისი არის რეალურად, იმიტომ რომ კი კარგია, მაგრამ კიდევ უფრო მეც ველოდებით წლის ბოლომდე. კი ბატონო. მე მინდა გკითხოთ ასევე მოლოდინებს შეეხეთ ამ ნაწილში და მე მინდა გკითხოთ ზოგადად არ მხოლოდ ბიტკოინის ნაწილში, არამედ ამ გადაწყვეტილების ერთის მხრივ ამ გადაწყვეტილების ნაწილში, მეორე მხრივ იმ მიმართულებით, რომ ასე ვთქვათ, ძალიან ბევრი ქვეყანა კრიპტოვალუტებთან მიმართებაში სხვადასხვა ნაბიჯებს დგამენ, ახლა ჩინეთიც კი, რომელიც ასე ვთქვათ, ერთ-ერთი მთავარი მოწინააღმდეგე იყო, გარკვეულწილად მართალია ცენტრალიზებული, მაგრამ სხვადასხვა ნაბიჯები ამ მიმართულებით ამ ნაბიჯების გადადგმა იქაც დაიწყო. აი ამ ნაბიჯების ფონზეც მე მინდა გკითხოთ ზოგადად კრიპტოვალუტების ფასების ზრდის პერსპექტივა. დღეს ახლა ჩვენ გვაქვს რეალურად 2-3 კრიპტოვალუტა, რომელთა ღირებულებაც ასე ვთქვათ ხელშესახებია, თუ არ შევთვლით ბიტკოინს, რომელიც ვიცით რომ საკმაოდ ახლაც ვახსენეთ რა მასშტაბებზეა გასული. ზოგადად კრიპტოვალუტების ასე ვთქვათ ზრდის ტენდენციას ეს ყველაფერი რამდენად შეუწყობს ხელს და ზოგადად ზრდის ტენდენცია რამდენად შესაძლებელია ველოდოთ აი ამ ნაწილში ზოგადად კრიპტოვალუტების და არა მხოლოდ ბიტკოინის. კი, იმიტომ რომ მაგალითად ვამბობთ ხოლმე, რომ კრიპტოვალუტა როგორც ბიტკოინი და ალტკოინები, ანუ ეგრეთებული ალტერნატიული მონეტები. როდესაც კრიპტოვალუტა ბიტკოინი თავის მაქსიმუმს მიაღწევს, ვთქვათ რაღაც დოზით, მე როგორც ყველა ეკონომიკაში ბოლოს რაღაც დოზით მოახდინოს კორექცია, უკან მობრუნება, მე შემდგომ კიდევ გაიზარდოს, ამ დროს ხდება ხოლმე იმ ალტერნატიული მონეტების გამყარება, თუნდაც ეთერიუმი, რომელიც უკვე $4,000 გაცდა, მაშინ როცა შარშან $2,000 ფარგლებში მერყეობდა და უკვე საკმაოდ კარგი ნაბიჯია იმისა, რომ მანაც თავის ისტორიულ მაქსიმუმი გაიმეროს და წინ წავიდეს.
ჩინეთი ძალიან საინტერესო თემა არის, იმიტომ რომ ჩინეთი მოგეხსენებათ საკმაოდ დიდი ქვეყანა თავისი მოსახლეობის რაოდენობით. მიუხედავად იმისა, რომ ჩინელები VPN-ის დახმარებით ახდენენ ინვესტიციას მათსავე ჩინურ პლატფორმებზე, რომლებიც საკმაოდ ბევრი არის, რაღაცა დოზით ჩინეთის მთავრობაც უკვე ნენელა მიდის დათმობებზე, იმიტომ რომ როგორც ყოველთვის ვიცხომე, რომ აი ამერიკის ბრჭყალებში ეკონომიკური და ფინანსური მოწინააღმდეგე ჩინეთი არის და მათ შორის ამერიკის შემდგომ ერთ-ერთი ყველაზე მეტი რაოდენობა ბიტკოინს სწორედ მათ აქვთ. ამიტომ მათაც მოუწევთ რაღაც დათმობებზე წასვლა, თავიანთი ეგრეთ წოდებული სისტემიდან და წყობიდან გამომდინარე, რაც ქვეყანას გააჩნია. თუმცა მოხდება თუ არა რომ აი მოსახლეობას მისცენ ეგრეთ წოდებული პლატფორმებზე წვომა ოფიციალურად და არა რომ VPN-ით მოუარონ გვერდი, აი ეგ არის ცოტა დროის საკითხი. საერთო ჯამში მხოლოდ ერთი კრიპტოვალუტა არისდება ბიტკოინის სახით, იმიტომ რომ აბსოლუტურად ყველა ის მონეტა უნდა თუ არა იმეორებენ რაღაც დოზით რეპლიკას, მაგალითად თუ ბიტკოინი ისდება რაღაცა 20%-ით შეიძლება აქეთკენ რაღაც მონეტები კიდევ უფრო მეტად და ნაკლებად გაიზარდონ, ამიტომ ეს როცა ამბობთ რომ ეს სეზონი კრიპტოვალუტების როცა იწყება, რა თქმა უნდა ჯერ ბიტკოინი თავის მაქსიმუმს დააფიქსირებს და მე უკვე ყველა ალტერნატიული მონეტები უკვე თავს ამოყოფენ, იმიტომ რომ იქ გამოსული ხალხი ეგრეთ წოდებული ვინც მოგებას მიიღებენ და ყიდიან თავენთ მონეტებს რაღაც რაოდენობით, უკვე რეინვესტირებას აკეთებენ ალტერნატიულ მონეტებზე. ამიტომ ეს კარგი მოძრაობა ის ხოლმე ინვესტორებისთვის. რატი, ამ ყველაფრის ფონზე ძალიან საინტერესოა საქართველოს პერსპექტივასაც შევეხოთ. ჩვენს ქვეყანაში როგორი არის, ასე ვთქვათ, ამის განვითარების პერსპექტივა, იგივე კრიპტოვალუტებით გადახდის მიმართულებით და ზოგადად კრიპტოვალუტებში ინვესტირება რამდენად პოპულარულია დღეს ჩვენს ქვეყანაში და რამდენად მზარდია, რაც მთავარია ეს ტრენდი. კრიპტო გადახდების სისტემების რამდენიმე კომპანია ქართული არსებობს, რომელიც ინტეგრაციას ახდენს თუნდაც კრიპტო გადახდისთვის და ახალისება ხდება მოსახლეობის ამ მიმართულებით და მათ შორის ჩვენი კომპანიის პარტნიორებიც არიან და ეს ძალიან კარგი არის. მაგრამ მაინც ცნობიერების დონე დაბალია, იმიტომ რომ ჩვენი კომპანია თუ რამდენიმე ერთეული კომპანია იმ დიდ რაღაც ტალღას ვერ გაუშვებს მოსახლეობაში, რომ ყოველმა მეორე და მესამე მიხვდეს, რომ კრიპტოვალუტის მინიმუმ საფულის ქონა, ციფრული საფულის ქონა არ დაგაზიანებს, პირიქით უფრო მეტ ეგრეთ წოდებულ X-ებს დაგიდებს უახლოეს მომავალში, ვიდრე ის თუნდაც დოლარი, ლარი თუ ნებისმიერი ვალუტა, რომელიც მუდმივად ერთი ფასის არის და უბრალოდ პირდაპირ ინფლაცია, დეფლაციაზე და თუნდაც რეფინანსების განაკვეთაზე ძალიან ვთქვათ სენსიტიური არის. ამიტომ აი ეს ცნობიერების ამაღლებას ჩვენი მხრიდან მაქსიმალურად ვცდილობთ, ჩვენ თუნდაც ახლა ამ ეტაპზე ერთ-ერთი კომპანიის წარმომადგენლობა გავაკეთეთ საქართველოში, რომელიც მსოფლიოში top 3 კომპანიის შემავალი არის და ვცდილობთ რომ ამ კომპანიის დახმარებით რეგიონში კიდევ უფრო მეტად გავაზარდოთ ცნობიერება კრიპტოვალუტების მიმართებით, იმიტომ რომ ინვესტიცია თუნდაც ამერიკას რომ შევხედოთ, ანუ ხომ არ მიიღებდნენ ეგრეთ წოდებულ დამაქცევებელ რეგულაციას ამერიკისთვის, ამიტომ რომ შენს ფონდში თუ შენს საპენსიო ფონდში არსებული მსგავსი აქტივი ვერ იქნება ცუდის მომასწავლებელი თუნდაც უახლოეს დეკადაში თუ მეტ პერიოდში, იმიტომ რომ ნამდვილად სასარგებლო არის და დროა რომ ხალხმა სწორად შეხედოს ამ ვალუტებს და აი ამ მიმართულებას და არა ის რომ ეს ჩემი არა და არ მაინტერესებს, იმიტომ რომ ასეთი ტერმინები ბევრჯერ გაგვიგია ჩვენ. რატი, ძალიან დიდი მადლობა თქვენ ამ მომწურავი საუბრისთვის. ძალიან საინტერესო სიახლეზე დროის გამონახვისთვის. მაყურებელს შევახსენებ, რატი ქირია ტრეიდერების ჰაბის დამფუძნებელი იყო ჩვენი სტუმარი და საუბრობდით კრიპტოვალუტაში ინვესტირების შესახებ, რომლის საშუალებას უკვე ამერიკელ პენსიონერებსაც ექნებათ. სულ ახლახანს მიიღო ეს გადაწყვეტილება ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა.